პირველ რიგში ამ პროტესტზე კითხავთ 21 დღეა ხალხი აქ დგას და თქვენ ყოველდღე აქ დგახართ. რა განვითარებას ელოდებით ამ პროტესტს? მე ძალიან დიდი ასე ვთქვათ, მაყოფილებით ვინ აღნიშნო, რომ ეს არის საოცარი პროცესი, რომელიც გრძელდება მიუხედავად ქართული ოცნების იმედისა, რომ ის წავიდოდა კრებისკენ. ჩვენ ხედავთ ახალგაზრდებს, ხედავთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. ეს ადამიანები გააგრძელებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, სრულიად მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული ახალი არჩევნები, რაც არის ერთადერთი გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა ქართულ ოცნებამ. და რა თქმა უნდა, უპირობა განთავისუფლება პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც სრულიად უსამართოდ კანონდარღვევით არიან დატვისაღებული და შესაბამისად ისინი უნდა განთავისუფლდნენ. მეტყვი ევროპარლამენტში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიცია, რა იყო თქვენთვის ყურადსაღები დღევანდელი დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი. თვითონ მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს მიეცა საშუალება მიემართა ევროპარლამენტისთვის, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ევროპამ დაინახოს თუ რა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, დაინახოს ის თუ რა სურს ქართულ ხალხს, რატომ დგას ის უწყვეტად ამ პროტესტზე რუსთაველზე. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ბატონო, კითხავთ ერთს, რას ეთქვით იმ ადამიანებს, ვინც ტელეეთერებით ადევნებენ თვალს, თუმცა არ გამოდის აი აქ. რატომ არის ახლა ქუჩაში დგომა მნიშვნელოვანი და აქ და ახლა რატომ წყდება ქვეყნის მეთქი? ჩვენ ეს ხალხ მეუბრალს ხარმე მინდა თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან რუსთაველზე, ისინი კარგად აცნობიერებენ იმას, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი აღარ გვაქვს. ჩვენ დავდექით რეალურად სახელმწიფოს დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამიტომ ეს პროტესტი პრაქტიკულად იძლევა იმის შანსს, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო. არა მხოლოდ მისი ევროპული მომავალი, არამედ როგორც სახელმწიფო. შესაბამისად, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მართლაც საოცარ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მათი უწყვეტი პროტესტით, მათი პატრიოტიზმით და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჩვენ თანამოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ აქ არის ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაზე საუბარი. და სახელმწიფოს გადარჩენა სწორედ არის ამ მოქალაქეებზე დამოკიდებული, ამ ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან ამ სიცივეში, ქარში იდგნენ რუსთაველზე მანამ სანამ არ მოხდება კრიზისის განმოხტვა.